საუდის არაბეთის ამ კონფლიქტში ჩასართავად რა არის საჭირო? კარგი, ზუსტი პასუხი არ არსებობს იმაზე თუ როდის ჩაერთვება საუდის არაბეთის სამეფო ამ ბრძოლაში, ან როდის, ან რა გამოიწვევს საუდის არაბეთის რეაქციას. ამ ბრძოლაში ჩავერთოთ, რადგან ეს არის ჯაჭვური რეაქცია და მოვლენების თანმიმდევრობა, რომელთა განვითარებაც გაურკვეველია. საუდელებმა რო გადაწყვიტონ ამ ომებში მთელი ძალით ჩართვა, ირანი ნამდვილად ყველაზე დიდი წაგებული დარჩებოდა. რადგან საუდის არაბეთი გაააქტიურებდა თავის ორმხრივ თავდაცვით შეთანხმებას პაკისტანთან და მობილიზებას გაუწევდა არაბულ და მუსლიმურ სამყაროს. 50-ზე მეტი მუსლიმური ქვეყანა ერთ მიზანს ირანის დამორჩილებას ისახავს. ამიტომ ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა ამ ომში ჩართვა და ნებისმიერ გარემოებაში პოლიტიკური გადაწყვეტა გსურს. ეჭვგარეშეა რომ საუკეთესო შედეგი იქნებოდა თუ ირანი ნებაყოფლობით იტყოდა უარს სამ მთავარ მოთხოვნაზე. ან მთავარი საკითხები, როგორიცაა შეიარაღებული დაჯგუფებები, ბირთვული ამბიციები და ასევე ბალისტიკური რაკეტები. არის თუ არა გზა, whereby ამერიკელები და ირანელები აღადგინონ ირანის რეპუტაცია და დააკმაყოფილონ ეს სამი მოთხოვნა სრული კაპიტულაციის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, იქნებოდა ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო სცენარი. თქვენ თქვით, რომ დაიწყება ორმხრივი ურთიერთობა პაკისტანთან, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა. დიახ, ეს სიმართლეა. და ეხლა პაკისტანთან შეთანხმება დავდეთ. ეს ურთიერთთავდაცვის შეთანხმება. და ეს ნიშნავს, რომ ეხლა პირდაპირ გაგებით პაკისტანის ბირთვული ქოლგა ფარავს საუდის არაბეთს. ჩვენ ვაფასებთ პაკისტანს, მაგრამ მაინც ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ-ში, ევროპა და სხვა მოკავშირეები. პირიქით, საუდის არაბეთი უბრალოდ ამრავალფეროვნებს თავის ურთიერთობებს. Estratégicas. პაკისტანი ყოველთვის იყო უდაოდ საუდის არაბეთის სამეფოს მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე. პაკისტანში რაც ხდება ჩვენზე მოქმედებს, ხოლო საუდის არაბეთში პაკისტანელებზე. და მე ვფიქრობ, როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო რამ რაც ირანს უნდა სურდეს, არის ის, რომ საუდის არაბეთი სერიოზულად ჩაერთოს ამ ომში. დიახ, ეს ირანისთვის გაფრთხილებაა. აბსოლუტურად სრულად ვეთანხმები ამას და ჯერა რომ ირანში გონივრული ადამიანები თუ ასეთი ადამიანები საერთოდ არსებობენ იქ, სრულად აცნობიერებენ და ესმით რომ საუდის არაბეთმა არასოდეს უნდა დაიწყოს ომი ირანთან, რადგან ეს პირდაპირ კატასტროფული და სრულად გამანადგურებელი იქნება მთელი ირანის რეგიონისთვის. ამიტომ თუ ამას ამბობთ, ნათელია რომ ირანთან დიალოგის ინტერესი ახლა თითქმის არაა და საუდის არაბეთს კონფლიქტში ჩართვა არ სურს. თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს. საუდის არაბეთის დამფუძნებელ აბდულ-აზიზს 1920 წელს კარგი გამონათქვამი ჰქონდა. ეს 100 წლის წინანდელია. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ცოცხალი არასოდეს იბრძვის მკვდართან. რეალურად რას გულისხმობდა? ეს იყო იდეა, რომ ბრძოლაში შესვლის ეს კონცეფცია იმასთან, ვისაც აღარაფერი აქვს დასაკარგი, რეალურ სიტუაციაში სრულად უკუეფექტურია. ასე რომ ვფიქრობ, საუდის არაბეთის სამეფო ცდილობს მაქსიმალურად თავშეკავებული იყოს. ვიცით, რომ ეს ომი ჩვენი არ არის. იგი შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. პატივს ვცემთ მათ და გსურს საუკეთესო. გვჯერა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება და კეთილდღეობა გლობალურ უსაფრთხოების გაგრძელებაა. ფინანსური კეთილდღეობა. ალბათ ტრამპი მალე დაასრულებს ომს. არსებობს ორი მთავარი ფაქტორი, რაც პრეზიდენტ ტრამპს აბოქმანებს ხანგრძლივი ომის გაგრძელებაზე. ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 2 თვეში გაიმართება. მეორეა კონგრესის შუალედური არჩევნები, რომელიც ნოემბერში ჩატარდება. ამიტომ შესაძლოა შეერთებული შტატები ახლა ნამდვილად ფიქრობს ომის დროებით შეჩერებაზე. შესაძლოა წლის ბოლომდე ყველა ამ დიდი მოვლენის შემდეგ მეორე რაუნდიც იყოს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით და არ ვიცით როგორ გამოეხმაურება ირანის ხალხი ამ ყველა მოვლენას ქვეყნის შიგნით. რადგან, როგორც ვთქვი, მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. და ამ ყველაფრის გამწვავების ფონზე ვფიქრობ, ირანის მოსახლეობის უმეტესობა კიდევ უფრო მეტად დაიტანჯება.
და ჩვენ ღრმა შეშფოთებას გვგრძნობთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ირანის ხალხისთვისაც, რომელიც ამდენ ტანჯვას გადის. მოქმედი ირანული რეჟიმის მიერ ძელო დაყვანილები. მე მესმის ირანისადმი რისხვა, მაგრამ არის თუ არა რაიმე რისხვა შეერთებული შტატების მიმართ მათი თვალსაზრისით? საბაზისოდ, არავინ შეიძლება ნამდვილად დაიცვას. ირანი. ჩვენ არ გვითხოვია ეს ომი და ცდილობდით შეერთებულ შტატებს არ დაეწყოთ ის. საბოლოოდ, ირანი ყველაზე დესტაბილიზებელი ქვეყანაა რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენ საუბრობთ ირანზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურეში მილიციებს იწვევდა. ის წინა ხაზზე დგას ამ დესტაბილიზაციური პრაქტიკების მიღებაში ირანის რეჟიმისგან. იქნება ეს იემენში ჰუსიტების მეშვეობით, იქნება ეს ჰეზბოლას მეშვეობით ლიბანში. ასევე მაშინ როცა ისინი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსა და სხვა მილიციებს ერაყში უჭერდნენ მხარს. ანუ ირანის რეჟიმი არ მალავს, რომ იქ რევოლუციის ექსპორტისთვის იმყოფება. ეს მათი გეგმების ნაწილია, კონსტიტუციაშიც წერია, ასე რომ აშშ-ს იდეა ომი გამოუცხადოს ირანის რეჟიმს. გულწრფელად, გონივრულია. განსაკუთრებით, რადგან საუბრობთ ქვეყანაზე, რომელსაც ბირთვული იარაღი არ აქვს, ეხლა წარმოიდგინეთ ირანის პრაქტიკა და ქცევა. და როგორ გახდება ეს კიდევ უფრო საშიში, ან ვიდრე ოდესმე თუ ისინი ბირთვულ ბომბს შეიძენენ. ამიტომ ვიტყოდი, დიახ, საუდელები თავს იკავებდნენ ამ ომის მხარდაჭერისგან. მაგრამ ამავე დროს სრულიად გასაგებია, რომ ირანის რეჟიმს არ ქონდა ნებართვა მიეცა, რომ პოლიტიკური დიალოგი პროდუქტი გამხდარიყო. და ირანელები ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ დრო საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენეს. ამიტომ ყველა საუბარი და პოლიტიკური დისკუსია, რაც აშშ-სა და ირანს შორის ომანში, შვეიცარიაში, ვენაში და სხვაგან შედგა, ისინი არ იყო წარმატებული. რატომ არ იყო ისინი წარმატებული? იმიტომ რომ ვიცით, ირანელები ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემის გადადებას და ყოველთვის იყენებდნენ დროს თავიანთ სასარგებლოდ. ისინი ტრამპის მანდატის დასრულებას ელოდნენ, რომ ძველ პრაქტიკებს დაბრუნებოდნენ. ეს მართლაც შთამბეჭდავია, როგორ იცვლება მსოფლიო ასე სწრაფად. ომის მესამე კვირა დაიწყო, რამდენად შეიცვალა ქვეყანა ბოლო 2 კვირა ნახევარში. დიახ, მჯერა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს უფრო მძიმე კრიზისებიც ჰქონია. მაგალითად, როცა სადამ ჰუსეინმა ქუვეითი დაიპყრო. როგორც სხვა მრავალი კონფლიქტი რეგიონში, იმდენი სხვადასხვა ტიპის ომი, რაც ჩვენს გარშემო მოხდა. და საუდის არაბეთის სამეფომ თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად თავიდანვე ჩაახშო კომუნიზმი, ერთად ებრძოდნენ ტერორიზმს და ერთად მუშაობდნენ გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციაზე. ამიტომ საუდელები და GCC-ის სხვა ქვეყნები ლოგისტიკის, პორტებისა და აეროპორტების შეთავაზების კუთხით. ვიცით, რომ საუდის არაბეთი ამჟამად GCC-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის საკუთარი აეროპორტები და პორტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ხედავთ ხომალდებს, რომლებიც ტოვებენ ჰორმუზის სრუტეს, ან გადიან წითელ ზღვაში. სად არიან ჰუსიტები? დიახ, ჰუსიტები. გულწრფელად მჯერა, რომ მათ დაიწყეს გაცნობიერება, რომ ირანი აღარ იქნება ზუსტად იგივე ირანი. ასე რომ, სინამდვილეში მათ დაიწყეს გაცნობიერება, რომ მათთვის აღარ არსებობს აბსოლუტურად არანაირი პოლიტიკური სარგებელი. იმ მიზნით, რომ მიხვნენ და დააკოპირონ ირანის საქმიანობა და პრაქტიკა რეგიონში. ვინ შეიძლება იცოდეს? ალბათ ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. ჯერა შესაძლებელია ჰუთები წარმოიშვან როგორც იემენური ჯგუფი და არა მხოლოდ როგორც ირანისცა ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიცია. ჰუთებს ყველა კოზირი არ აქვთ. თუ ისინი წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმას დაიწყებენ, პრობლემა უფრო რთული იქნება. აბსოლუტურად, ნამდვილად. და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ირანის რეჟიმის მთავარი მიზანია გამოიყენოს ყველა თავისი მოკავშირე, რათა დააზიანოს გლობალური ეკონომიკის ხერხემალი, ენერგიისა და ვაჭრობის ნაკადი და სხვა. რატო აკეთებენ ამას?
იმიტომ რომ მათ სურთ რომ დასავლელები, ამერიკელები, მოქალაქეები არა მხოლოდ წავიდნენ, არამედ იგრძნონ ამ ომის სიმძიმე და ტკივილს. ამიტომ მათ შეუძლიათ ამერიკელ და ევროპელ ხალხზე ზეწოლა მოახდინონ, რომ მათ მთავრობებებზე იმოქმედონ ომის შესაჩერებლად. სინამდვილეში ეს უკუ შედეგს იძლევა, რადგან არ ვფიქრობ ასე იმუშავებს. ეხლა ხედავთ, რომ ირანის რეჟიმი თავის თავს რეგიონს და მსოფლიოს ამტკიცებს, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი ქვეყანა, რომელსაც არანაირად არ შეიძლება ენდო. Ok, Salman, obrigado.